სანამ გაირკვევა კონკრეტულად რა ფორმით განაგრძობენ ბრძოლას ხელახალი არჩევნებისთვის ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მმართველი გუნდი მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის დეოკუპაციას და ევროინტეგრაციას აცხადებს. ძირითად გამოწვევად რჩება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა. მიღწევებსა და გამოწვევებზე ხელისუფლების პირველმა პირებმა ქართველ დიპლომატებთან ერთად ელჩების კონფერენციაზე იმსჯელეს, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ქართული მხარე მზად არის შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და შემხედრ ნაბიჯებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ელოდება. ელჩებს პირველად მიმართა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მძიმე სპეკულაციები გრძელდება, რასაც სიმართლე უნდა დაუპირისპირონ. რაც შეეხება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვის თაობაზე მმართველ გუნდში მოწოდებას ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა დაცხადებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავენ. თათია ტაბეშაძე აშუქებდა კონფერენციას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. Tatia. ბოლო დროს გაძლიერებული საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს ელჩების კონფერენცია 2024, რომლის პირველი ორი დღე სამუშაო ფორმატებში წარიმართა, დღეს კი დასკვნით ღონისძიებაზე საჯაროდ დასახელდა მიღწევები, გამოწვევები და მთავრობის საგარეო გეგმა. ღონისძიებას ესწრებოდა 80-მდე მისიის წარმომადგენელი, რომელსაც სიტყვით მიმართეს ქვეყნის პირველმა პირებმა, მათ შორის ახალმა მე-6 პრეზიდენტმა. მათი მხრიდან ითქვა, რომ ელჩებს საერთაშორისო ასპარეზზე უწევდათ საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების ნაწილში შეტანილი წვლილისთვის. თვალსაჩინო მაგალითად კი იყო დასახელებული ჩინეთი, რომელთანაც ორმხრივი უვიზო მიმოსვლა დაწესდა. ხაზი გაისვა საქართველოს მშვიდობის მყოფელ როლს რეგიონში და აღინიშნა შუა დერეფნის მექანიზმი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ანაკლის პორტის პროექტებში ქართველი ელჩების მიერ შეტანილი წვლილი. ელჩების დამსახურებად დასახელდა ისიც, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უწყვეტა და შენარჩუნებული. თავად დეოკუპაცია კი ქვეყნის მთავარ მიზნებს შორის რჩება და მთავრობას მისი გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ესახება. საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას დღესაც საქართველოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად აღიარეს ევროპა და ხელისუფლებამ დღეს მორიგ ჯერზე დადო პირობა, რომ 2030 წელს საქართველო გაწევრიანებისთვის სრულად მზად იქნება, მანამდე კი ოკეანის მიღმა თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის შესვლას და ამერიკასთან 30 წლიანი ურთიერთობების ისტორიის ახალი თავის დაწყებას გეგმავს. დღეს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენს მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით არაერთ სპეკულაციასთან მქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ამიტომ ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დაუპირისპიროთ. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეც და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლად მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ისეთივე ურყევი და მტკიცეა ჩვენი პრიორიტეტი ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ განვამტკიცოთ უფრო ჩვენი ურთიერთობები. ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის და დეოკუპაციის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც ჩვენ საელჩოებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვნით. ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების და წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას
ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამის გამოხატულება იყო შარშან დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენი მიზანია სუფთა ფორცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა და თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით. არა სარეალ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები, შედეგები. საქართველოს პრეზიდენტის პირველი სამუშაო დღე სწორედ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრით თვის, როგორც საქართველოს მისიების ხელმძღვანელებისთვის უცხოეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელი, საგარეო პოლიტიკის აღმასრულებელი, სახელმწიფო შტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, მათთან დისკუსია იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული, საქართველოს სტრატეგიული, კონსტიტუციური მიზნები განვახორციელოთ საზღვარგარეთ ჩვენს მისიაში. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ევროპული კურსისადმი ურყევობას ადასტურებს, პარალელურად იმავე კონტინენტიდან ისმის კრიტიკა. ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ხელისუფლებას EUTHOS რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებენ. იგივე ნარატივის წერილი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პირადად ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპი ასევე მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას, რომელსაც ოფიციალურად პრეზიდენტობის ვადა გუშინ ამოეწურა. დღეს მათ საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი არჩევნების შესაძლებლობა გამორიცხეს. განცხადების შინაარსი კი არ გაჰკვირვებიათ და აღნიშნეს, რომ ამ განცხადების ავტორთა ნაწილი იმ ქვეყნებიდანაა, რომლის მთავრობები საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერეოდნენ და ქართული ოცნების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. ახლა კი ქართული ოცნება მათ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ასეთი განცხადებები ჩვენ გვახსოვს 2021 წლებშიც, თუმცა საქართველოს ჩატარდა მორიგი არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს. შემდეგი არჩევნებიც ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული. მე ყველას მოვუწოდებ პატივისცემ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას. ეს იქნებოდა ჯანსაღი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს იქნებოდა ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გულისხმობ ესტონეთის, ლიეტუვის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივად წინა საარჩევნო კამპანიის მონაწილენი იყვნენ, ოპოზიციის მხარეს და როგორც ჩანს ისინი თვლიან, რომ დამარცხდნენ ამ არჩევნებში და ახლა ცდილობენ რაღაც საგარეო ბერკეტების გამოყენებით გავლენა იქონიონ ქართული ხალხის დემოკრატიულ არჩევნებში. თავად ნელ-ნელა ემსგავსებიან რაღაც მეთოდებით რუსეთს და გულისხმობ აქ საგარეო ჩარევას სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში და სუვერენიტეტში. ჩვენ 33 წლის წინ დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია ბრძოლით და სისხლით, რომ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. პატივისცემ ქართული ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საფუძველთა საფუძველი საერთაშორისო წესრიგისა და რა თქმა უნდა, თუ კი ისინი დაარღვევენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მე არ უნდა გავუკვირდეთ, როდესაც სხვაებიც არღვევენ ხოლმე ასეთ წესრიგს. საქართველომ რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მოგერიების პრინციპით უნდა იმოქმედოს, ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო და ამ პოზიციაზე სახელისუფლებო შტო და დიპლომატიური კორპუსი სრულად თანხმდებიან. მადლობა, თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.